წარმოიდგინეთ სურათი. დანა ვაიტი ზის ინტერვიუში სახეზე ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს ჯიბეში 1000-იანი კუპიურა უშრიალებს და უცებ ბუმ. ისეთ რაღაცას ამბობს, რაც აქამდე წარმოუდგენელი ჩანდა. გახსოვთ, თვეების განმავლობაში როგორ გვიმტკიცებდა, ჯონ ჯონსი მორჩა, წავიდა, მძიმე წონაში აღარავის ეჩხუბება, ტომ ასპინალთან ჩხუბისთვის 30 მილიონიც კი ეცოტავაო. ყველამ დავიჯერეთ, რომ ჯონსი უკვე სადღაც ფერმაში ზის და ცხოვრებით თკბება. მაგრამ არა, ძვირფასო მეგობრებო, სპორტული ბიზნესი ისეთი რამაა, სადაც არასოდეს მხოლოდ დროებითი სიტყვაა. ახლა კი ყურადღება. საუბარია თეთრ სახლში დაგეგმილ გრანდიოზულ შოუზე. და აი აქ ხდება ყველაზე საინტერესო. როცა დანას კითხეს, არის თუ არა შანსი, რომ იქ ჯონ ჯონსი და ალექს პერეირა შეხვდნენ ერთმანეთს, მან კარი კი არ მიჯახუნა, არამედ ცალი ფეხი ჩადგა. მაგრამ რა თქმა უნდა, ერთი დიდი მაგრამით. ეს ჩხუბი თუ შედგება არა მძიმე წონაში, არამედ 93 კილოგრამში, ანუ 205 ფუნტში, როგორც იქაურები იტყოდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენებურად ვზომავთ. გესმით რა ხდება? დანა ვაიტი ჯონს ეუბნება, თუ გინდა ეს სუპერბრძოლა, კეთილი ინებე მოინაკლე ის ზედმეტი კილოგრამები, დაუბრუნდი ძველ წონას და აჩვენე რა ბიჭი ხარ. აქ ცოტა ფილოსოფიასაც თუ ჩაურთავთ. განა ცხოვრებაც ასეთი არ არის, ხანახან უნდა დაუბრუნდე იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო, რომ დაამტკიცო, შენი დრო ჯერ არ გასულა. ჯონსი წლების განმავლობაში ამბობდა, რომ ნახევრად მძიმე წონაში მისი ერა დასრულდა, რომ მას სხეულის ტრანსფორმაცია სჭირდებოდა, რომ 3 წელი ემზადებოდა მძიმე წონისთვის. და რა დაემთხვა, როგორც კი ფრენსიზ ნგანუ წავიდა, ჯონსი უცებ გაიჩითა იდეალურ ფორმაში, თითქოს ფანქარევით წვეტიანიაო. შემთხვევითობაა? არა მგონია. დანა ვაიტი ახლა ძალიან ეშმაკურად თამაშობს. ის სვამს რიტორიკულ კითხვას. შეგვიძლია კი ვენდოთ ჯონ ჯონს? შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩხუბამდე ერთი კვირით ადრე რამე სისულელეს არ გააკეთებს და თეთრი სახლის შოუს არ ჩაგვიშლის? ეს კითხვა ჰაერში კიდია. მე კი მგონია, რომ ჯონსი ბოლო დროს ისე იქცევა, თითქოს ნამცებებს დასდევს, ოღონდ ეს შანსი მიიღოს. ახლა დაფიქრდით, რა ურჩევნია ალექს პერეირას? მესამე ქამარი სხვა წონაში თუ სუპერბრძოლა ლეგენდასთან? მე თუ მკითხავთ და დარწმუნებული ვარ თქვენს დამეთანხმებით, პერეირა ჯონსის დაპირისპირება 93 კილოგრამში, ბევრად უფრო სამართლიანი და საინტერესოა. რატომ? იმიტომ რომ მძიმე წონაში ჯონსი უბრალოდ დაჭყლეთ და თავისი მასით და ჭიდობით. აი 93 კილოში კი შანსები თანაბრდება. ჯონს აღარ იქნება ისეთი უპირატესობა ძალაში. პერეირას კი თავისი ქვის ხელებით შეუძლია ნებისმიერ წამს ყველაფერი დაასრულოს. ეს ყველაფერი რაღაც დიდის დასაწყისის მსგავს. დანა ვაიტი ზედავს, რომ კონორ მაგრეგორი ისეთივე სამეიდოა, როგორც ძველი მარშრუტეჭა. არიცი როდის გაგიჩერდება შუაგზაზე. ამიტომ სჭირდება ახალი გმირი, ახალი სახე თეთრი სახლისთვის. და ჯონ ჯონსი კი თავისი სკანდალური წარსულით და გენიალური ნიჭებით ამ როლისთვის იდეალურია. თუ ჯონს მართლა უნდა ეს ჩხუბი, ახლავე უნდა შეუდგეს რცივას. არავითარი ხინკალი, არავითარი ზედმეტი კალორია, მხოლოდ კარდიო და დიეტა. იმიტომ რომ 93 კილოზე ჩამოსვლა ხუმრობა არ არის, მით უმეტეს იმ ასაკში, როცა მეტაბოლიზმი უკვე ნელა-ნელას გეუბნება. მოკლედ მეგობრებო, კარი ღიაა. ჯონს ხელში უჭირავს ბილეთი, რომელიც ან ისტორიაში დატოვებს, ან საბოლოოდ დაასამარებებს მის რეპუტაციას. თქვენ რას ფიქრობთ? შეძლებს ჯონსი ძველ წონაში დაბრუნებას, თუ ეს ყველაფერი დანას მორიგი მარკეტინგული ხრიკია? დაწერეთ კომენტარებში. მე კი შემდეგ ნაწილში გეტყვით, რატომ არის პერეირა ამ თამაშში ყველაზე საშიში ფიგურა. გულახდილად ვისაუბროთ. კონორ მაკგრეგორი და მისი დაბრუნება უკვე იმ ძველ ქართულ ზღაპარს დაემსგავსა. ნაცარქექიას რომ მკითხულობდით ბავშვობაში. ყველა ელოდება, მაგრამ არავინ იცის როდის მოხდება. დანა ვაიტი, რომელიც ადრე კონორზე ლოცულობდა, ახლა უკვე პირდაპირ ამბობს. მაიკლ ჩენდლერთან ჩხუბი წარსულს ჩაბარდაო. კონორა ხან მექსიკაშია, ხან სად, ხან რა სოკოებს სინჯავს და ხან რა ალკოჰოლს. მოკლედ კაცი თავის სტიქიაშია, მაგრამ ოქტაგონისთვის აღარავის ცალია. აი აქ შემოდის ჩვენი ქვის ხელა ალექს პერეირა. დააკვირდით ამ კაცს. ეს არ არის უბრალო მებრძოლი, ეს არის მანქანა. სანამ სხვები ინსტაგრამზე პოსტებს დებენ, პერეირა ჩხუბობს, იგებს, ქამარს იცავს და მერე ისევ ჩხუბობს. ისე ხშირად გამოდის, გონი უფრო ხშირად ხედავთ ტელევიზორში, ვიდრე საკუთარ ნათესავებს კვირადღეს. ამას წინად პერეირამ თქვა, თეთრ სახლში ჩხუბი გამოირიცხაო. ყველამ ვიფიქრეთ, რომ მორჩა, შანსი აღარ არისო. მაგრამ დანა ვაიტის ბოლო ინტერვიუმ ყველაფერი შეცვალა. იცით რატომ? იმიტომ რომ UFC ხვდება. თუ თეთრ სახლში დიდი შოუ უნდათ, იქ ნამდვილი ვარსკვლავები სჭირდებათ. ჯონ ჯონსი და ალექს პერეირა კი სწორედ ის წყვილია, რომელიც არა მარტო ბილეთებს გაყიდის, არამედ მთელ ინტერნეტს ააფეთქებს.
აქ ერთი ფილოსოფიური კითხვა იბადება. რა უფრო ფასობს დღეს? მერიტოკრატია, ანუ ის ვინც მართლა იმსახურებს, თუ სუფთა სანახაობა? მგონი პასუხი ყველამ ვიცით. UFC ნელ-ნელა გადადის ფორმატზე, სადაც მთავარია შოუ. და როცა სასწორზე ასეთი გიგანტების ბრძოლა დევს, სპორტული წესები ხშირად უკანა პლანზე იწევს. ახლა წარმოიდგინეთ ჯონ ჯონსი, ამერიკული სპორტის ნამდვილი ხატი, თავისი უამრავი შეცდომითა და გენიალური გამარჯვებებით. ის თეთრ სახლში, ეს ხომ იდეალური სცენარია, მაგრამ პერეირა არის ადამიანი, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მისი პოპულარობა ახლა პიკზეა და აი აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ნახევრად მძიმე წონა, 99 კილოგრამი. თუ ეს ჩხუბი მძიმე წონაში იქნებოდა, მე პირადად პერეირას 10%-საც არ მივცემდი. ჯონსი მას უბრალოდ წააქცევდა და იქ დაასრულებდა ყველაფერს, მაგრამ 99 კილოგრამში აქ უკვე სხვა თამაშია. ჯონს მოუწევს წონის კლება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკარგავს ძალას, დაკარგავს გამძლეობას და რაც მთავარია დაკარგავს იმ ჯავშანს, რაც მძიმე წონაში აქვს. პერეირა კი ამ წონაში სახლშია. მან იცის როგორ მოარტყას ისე რომ მოწინააღმდეგემ ვეღარ გაიღვიძოს. განა ეს არ არის ის რაც ჩვენ გვინდა? თანაბარი ბრძოლა, სადაც ერთი დარტყმა წყვეტს ყველაფერს. დანა ვაიტიც ამას ხედავს. ის ხვდება რომ თუ პერეირა მოიგებს, ის გახდება უდიდესი ვარსკვლავი ისტორიაში. თუ ჯონსი მოიგებს, ის კიდევ ერთხელ დაამტკიცებს რომ ყველა დროის საუკეთესოა. GOAT. მეგობრებო, დაფიქრდით რამდენად დიდია ფსონები. Paramount Plus სჭირდება გამომწერები. UFC სჭირდება ხმაური და ამ დროს ჯონსი, რომელიც უკვე ჩამოწერილი გვეგონა, ისევ ბრუნდება თამაშში. ოღონდ ერთი პირობით, უნდა ირბინოს, ბევრი ირბინოს, იმიტომ რომ 99 კილოგრამი ეს არ არის მხოლოდ ციფრი სასწორზე. ეს არის გამოცდა მისი ნებისყოფისთვის. ხომ არ გონიათ რომ ჯონსი ამას მხოლოდ ფულისთვის აკეთებს? არა, აქ ეგოა ჩართული. მას უნდა რომ პერეირასნაირი მხეწი დაამარცხოს მისსავე ტერიტორიაზე. ეს კი ნამდვილი კინოა, რომელსაც სცენარისტიც ვერ მოიფიქრებდა უკეთესად. და აი აქ მივედით მთავარ კითხვაზე. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი? დანა ვაიტმა იმედი მოგცა. მან თქვა, არ გამოვრიცხავო. და როცა დანა ამას ამბობს, ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. თქვენ რა სიტყოდით? ქართველი გულშემატკივარი ვის მხარეს იქნებოდა? ჩვენ ხომ ყოველთვის მებრძოლის სული და ვაჟკაცობა გვიძიდავს. პერეირას სიცივე თუ ჯონსის გენიალურობა? ამაზე მესამე ნაწილში ვისაუბრებთ, სადაც გეტყვით რა ბედიელება სხვა პრეტენდენტებს და რატომ შეიძლება ეს ჩხუბი წელი კი არა, საუკუნის მოვლენად იქცეს. მოდით რეალობას თვალებში შევხედოთ. როცა ასეთ გრანდიოზულ ამბებზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება ის ხალხი, ვინც რიგში დგას. სად მიდის ტომას პინალი? რა ბედიელის მაგომედან კალაევს? დანა უაიტის ეს განცხადება მათთვის ნამდვილი ცივი შხაპი იყო. წარმოიდგინეთ, წვალობ, ჩხუბობ, რეიტინგში პირველ ნომრად ხდები და უცებ ზემოდან გეუბნებიან. იცით რა ბიჯებო, აქ ჯონსი და პერეირა უნდა შეეჯახონ ერთმანეთს და თქვენ ცოტა ხნით დაიცადეთო. სამართლიანია? რა თქმა უნდა არა, მაგრამ მოდით გულზე ხელი დავიდოთ. როდის იყო სპორტული ბიზნესი სამართლიანი? ჩვენ ხომ სანახაობა გწყურია. ეს გავს სიტუაციას, როცა ქორწილში ყველა თამადას ელოდება და უცებ სუფრაზე მსოფლიო დონის ვარსკვლავი იჩითება. ყველა დანარჩენი მაშინვე გვავიწყდება. დანა უაიტმა ერთი საინტერესო ფრაზა თქვა. შეგვიძლია ვენდოთ, რომ ჯონსი თეთრი სახლის შოუდან არ ამოვარდებაო? ეს არის პირდაპირი დარტყმა ჯონსის ეგოზე. დანა მას ეუბნება. ბიჭო, იმდენჯერ დაგვაღალატე, იმდენი სისულელე აკეთებე, რომ შენი სიტყვის უკვე არავის ჯერაო. მაგრამ მეორე მხრივ ეს ჯონსისთვის საჩუქარია. ეს არის მისი შანსი, რომ ყველაფერი გამოასწოროს. თუ ის 93 კილოგრამში ჩამოვა, თუ ის პერეირას დაამარცხებს, მაშინ ყველა მისი წარსული ცოდვა წაიშლება. ის ისევ გახდება ხელშეუხებელი მეფე. მაგრამ პერეირა სხვა ჩომისგანაა მოზელილი. მას არ აინტერესებს ინტრიგები. ის გამოდის და აკეთებს იმას, რაც ყველაზე უკეთ ეხერხება. აძინებს ხალხს ოქტაგონზე. მისთვის ეს ბრძოლა არის ბილეთი უკვდავებაში. თუ ის ჯონ ჯონს მოუგებს, ის გახდება ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ის, ვისი დამარცხებაც შეუძლებელი ეგონათ. აქ ერთი საინტერესო მომენტია. რა მოხდება თუ ჯონსი ბოლო მომენტში ისევ რამეს მიქარავს? დანას უკვე გამზადებული აქვს გეგმა B. იქ არის ირი პროხაცკა, იქ არის ხალილ რაუნდრი. მაგრამ მოდით ვიყოთ გულახდილები. ჩვენ ჯონსი და პერეირა გვინდა. ეს არის ის კოქტეილი, რომელიც 2026 წლის მთავარ მოვლენად იქცევა.
როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, როცა ეს ორი გიგანტი ერთმანეთის პირისპირ დადგება? პერეირას სიცივე და ის ცნობილი საშინელი მზერა თუ ჯონსის ქარიზმა და არაპროგნოზირებადობა? ჩემი აზრით, აქ სასწორი ოდნავ პერეირასკენ იხრება. რატომ? იმიტომ რომ 19 კილოგრამამდე წონის კლება ჯონსისთვის იქნება ჯოჯოხეთი. მან 3 წელი დახარჯა, რომ მძიმე წონის სხეული აეშენებინა. ახლა კი უკან დაბრუნება? ეს იგივეა გრუზავიკის სედანივით ატარო. შეიძლება იაროს, მაგრამ ზრავი დიდხანს ვერ გაუძლებს. და აი, დაპირებული საიდუმლოც. დანა უაიტს ეს ბრძოლა 19 კილოგრამში იმიტომ არ უნდა კი არა რომ პერეირას დაეხმაროს, არამედ იმიტომ რომ ჯონსი გამოაცადოს. მას უნდა ნახოს, რამდენად შორს წავა ჯონსი თავისი დიდებისთვის. ეს არის ფსიქოლოგიური ომი, სადაც ოქტაგონზე გასვლამდე ბრძოლა უკვე მოგებული ან წაღგებული. მეგობრებო, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც სპორტი და შოუ ერთმანეთში აირია. და იცით რა? მე ეს მომწონს, რომ არსებობს შანსი ვიხილოთ ისეთი რამ, რაზეც ჩვენი შვილიშვილები ილაპარაკებენ. ჯონ ჯონსი, ალექს პერეირა, თეთრი სახლი. ეს ჟღერს როგორც ჰოლივუდის ბლოკბასტერი, მაგრამ ეს რეალობაა. ჯონს, ჩართე სარბენი ბილიკი. ჩართე სტრავა და დაიწყე კილომეტრების აკრეფა, რომ დრო არ იცდეთ. კარი ღიაა, მაგრამ მასში შესასვლელად საკუთარ თავზე უნდა გადახვიდე. თქვენ კი მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ღილაკის აქტიურება. ჩვენ აქ ერთად ვადევნებთ თვალს, როგორ იწერება ისტორია. დაწერეთ კომენტარებში. თქვენი აზრით, ვინ გამოვა გამარჯვებული ამ სისხლისა და გენიალური თამაშის? მე პირადად უკვე ვამზადებ ადგილს ეკრანთან.